სად და როდის გაიმართება ზელენსკი პუტინის შეხვედრა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები ორგანიზების პროცესში არიან. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებს გამართავენ ნატოს სამხედრო მეთაურები. განიხილავენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობებს. ირკვევა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სამუშაო ჯგუფს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ევროპელ ლიდერებთან გამართული ისტორიული მოლაპარაკებების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა ვიქტორ ორბანს დაურეკა. ტრამპს აინტერესებს, რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. სოფო ვარდიაშვილი გვერდდება ბოლო ცნობებით პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ. ორი დღე გავიდა თეთრ სახლში გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ ზელენსკის, ტრამპისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით და საერთაშორისო მედიაში აქტიურად განიხილება, როგორ შეიძლება შესრულდეს ის, რაც ამ შეხვედრის მთავარი შედეგი უნდა იყოს. კონკრეტულად ლაპარაკია უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის. აქტიურად განიხილებოდა მანამდე უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიების უზრუნველყოფა, ასევე ლაპარაკი იყო შეერთებული შტატების ჯარების განლაგებაზე ევროპულ ძალებთან ერთად. თუმცა არაფრის დეტალები ჯერ დაკონკრეტებული არ არის, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, ბოლოს განაცხადა. მან Fox News უთხრა, რომ დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარები უკრაინაში არ განლაგდებიან და კატეგორიულად გამორიცხა ასევე უკრაინის დასავლეთის სამხედრო ალიანსის ნატოში გაწევრიანება. მაგრამ მისი თქმით შესაძლებელია, რომ შეერთებული შტატების საჰაერო მხარდაჭერა და ევროპული სახმელეთო ჯარები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი გახდეს. უკრაინაში ჯარების გაგზავნის მზადყოფნა სამაგიეროდ გამოაცხადა ევროპის 10 ქვეყანამ. ბლუმბერგი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მათ შორის ბრიტანეთი და საფრანგეთი არიან და გეგმა შეერთებული შტატების მხარდაჭერასაც გულისხმობს. კერძოდ, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, საზღვრის მეთვალყურეობას თუ იარაღის მიწოდებას. ასევე ცნობილი ხდება, რომ ნატოს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ ონლაინ რეჟიმში. უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ლაპარაკა სახელმწიფო მდივანმაც მარკო რუბიომ Fox News უთხრა, რომ ომის შემდეგ უკრაინამ უნდა იფიქროს, რომ ვეღარავინ დაესხმება თავს და უფლება უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყნებთან ალიანსში შევიდეს. ჩემი აზრით, ყველას ესმის, რომ მშვიდობის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, რომ უკრაინამ სამომავლოდ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. არსებითად მათ უნდა ჩათვალონ, რომ ომის დასრულების შემდეგ იქნებიან ისეთ პოზიციაში, რომ ვეღარასდროს მოხდეს მათზე თავდასხმა. მსოფლიოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსში შევიდეს. ეს არ არის მხოლოდ ნატო, ჩვენ ამერიკას მსგავსი ალიანსები გვაქვს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, სხვა ქვეყნებს აქვთ ერთმანეთთან. ამიტომ ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმას და სხვათა შორის მათ შორის რუსული მხარეც პირველად ისტორიაში ტრამპის წნეხის წინადადების საფუძველზე, რომ უკრაინას კონფლიქტის შემდეგ ნამდვილად აქვს უფლება უსაფრთხოების შეთანხმებები დადოს სხვა ქვეყნებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ევროპელ მოკავშირეებთან და არაევროპულ ქვეყნებთან, რომ შევქმნათ მსგავსი უსაფრთხოების გარანტია. ეს ყოველივე ძალაში უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რათა უკრაინამ თავი სამომავლოდ უსაფრთხოდ იგრძნოს. პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეს პერიოდია ამბობს, რომ უკრაინა რუსეთს შორის ომი არ დაიწყებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. ნახეთ, რა მოხდა წინა 4 ადმინისტრაციის დროს. ჯორჯ ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ობამას დროს რუსეთმა წაიღო ყირიმი. ჯო ბაიდენის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთი არსად შეჭრილა და არც არაფერი წაუღია. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რაც თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ასევე ყურადღების ცენტრშია, ეს არის გაიმართება თუ არა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ტრამპი ამბობს, რომ ის ცდილობს ამ შეხვედრის აქტიურად ორგანიზებას და მოსაზრებაც კი წამოაყენა ადრე, რომ შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო ზელენსკი და პუტინი ჯერ მის გარეშე შეხვედროდნენ ერთმანეთს და ის მერე ჩაერთვებოდა ამ შეხვედრაში. მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეული არ არის. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების ადგილად წამოაყენა მოსკოვის ვერსია. მანამდე გავრცელებული ცნობით კი შეხვედრა ევროპაში უნდა გამართულიყო, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა პუტინისთვის. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოცემული აქვს მისი დაპატიმრების ორდერი. ეს ორდერი 2 წლის წინ ომის დანაშაულების ბრალდებით გაიცა. გუშინ კი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის იმუნიტეტი შესთავაზოს პუტინს, თუ ის და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას. შეხვედრის ადგილად მანამდე გავრცელდა ბუდაპეშტის ვერსიაც, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და ის არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოების მეთაურების წინააღმდეგ. ამ ვერსიების მიუხედავად ამ დრომდე უცნობია შედგება თუ არა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა და თუ კი სად არსებობს ვერსია, რომ პუტინი ამ შეხვედრის ჩაშლას შეეცდება.